მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და დღეს ჩემს პოდკასტში თქვენი დიდი თხოვნით და უკვე 1 წლის თავზე კვლავ მოვიწვიეთ დემო გიორხელიძე. მე ვიცი რამდენად მაყურებლისთვის საინტერესო რესპონდენტი ხართ და ჩემთვის რა თქმა უნდა და ისევ შევეხებით იმ პოლიტიკურ საკითხებს, რომელიც დგას დღის წესრიგში, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის წიაღიდან გვაინტერესებს ეს ყოფილი, თუმცა მსოფლიო არენაზე რა ხდება, იმაში თუ არ გავერკვიეთ, ისე ჩვენს ასე ვთქვათ მოცემულობას და კონტექსტს სწორად ვერ შევაფასებთ. ისევ მე იმ პოზიციაში ვარ, ფაქტობრივად ვარ წამყვანი მედიატორი, მაყურებელი პირველ რიგში და მე თვითონ მინდა გავერკვა რა ხდება, როგორ არის, იმიტომ თქვენი პოსტები უაღრესად საინტერესო არის ხოლმე და ალბათ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან ხართ, რომელსაც აქვს ეს ნდობა ხალხის და პროფესიონალიზმი და იცით რა, როგორ და სწორ აქცენტებს ვსვამთ და ამიტომ დრო აღარ დავკარგოთ, შევუდგეთ. პირველ მე რო ვემზადებოდი პოდკასტისთვის, რა თქმა უნდა თქვენ გვერდზე შემოვედი და პირველი რაც მოხდა თვალში, რომ Daily Star-მა, დიდი ბრიტანეთის გამოცემამ ამბობს, რომ ევროპაში უკვე ჩამოყალიბდა სამხედრო საბჭოები. ლიდერები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ გაიმარჯვონ მესამე მსოფლიო ომში და აი აქ მივხვდი, რომ რა ხდება, ამით რომ დავიწყო პირველი კითხვა, თუმცა აქამდე აუცილებლად დიდ მადლობას გადაგიხდით სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიდი მადლობა, მე მინდა თქვენს მაყურებელს და პირადად თქვენ მართლა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. იმ პირველი გადაცემის შემდეგ უამრავი ახალგაზრდა შემერხმიანა და ეს ჩემთვის იყო რაღაც არანორმალური სიხარული. მე მათ მიმართ ვძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ყველას მიმართ, ყველა ჩემი სიტყვა არის იმ არანორმალური შრომის შედეგი, რომელსაც მე დღესაც ვეწევი, იმისთვის რომ მე ვინმესთან ვისაუბრო 1 საათი, მე ყოველდღე 4-5 საათი მაინც მეხარჯება იმის გარკვევაში თუ რა ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ინფორმაცია გახდა როგორც ბრძოლის იარაღი, ამიტომ კონტექსტებიდან თუ შეიძლება რაიმეს მიხვედრა, პლუს ოფიციალური განცხადებიდან, პლუს შედარებითი ანალიზიდან და პლუს იმ ფაქტებიდან, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ინფორმაციას, რომელსაც გვთავაზობენ. აი ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ ყველაფერს, მე შემიძლია გითხრათ, რომ 1 წლის უკან თქვენთან ვიყავი და დღეს ჩვენ სხვა კოორდინატთა სისტემაში. ჩვენ ვართ სხვა სამყაროში, იმიტომ რომ ის რაც იყო, რაც ნიშნავს, თქვათ, მსოფლიოში, თქვათ, რაღაც სტაბილური ყოფა, ჩამოყალიბებულ თამაშის წესებს, სწორია. როცა არსებობს ბალანსების გარკვეული სისტემა, არსებობს პოლიტიკური შეთანხმება მთავარ აქტორებს შორის, ყველა დანარჩენი ერგება ამ თამაშის წესებს, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. და ჩვენ დღეს მივიღეთ ის, რომ არანაირი თამაშის წესი არ არსებობს. ის რაც საერთაშორისო ურთიერთობებს განსაზღვრავად აღარ არსებობს. შეერთებული შტატები გავიდა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელიც თავადვე ანგლოსაქსებმა შექმნეს თავის დროზე, როდესაც მართვის იმ სისტემას აყალიბებდნენ, რომელმაც სულ ცოტა 75 წელი იმუშავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველანი შემოიყვანეს ამ თამაში, თვითონ იყვნენ მაკონტროლების, მაგრამ დრო იცვლება და როგორც კი ამერიკელები და ევროპელები ასწდნენ თავიანთ კულტურულ ძირებს და დროის შეგრძნება დაკარგეს, მათ გაექცათ ხელიდან მართვის სისტემა. რა კი მართვის სისტემა უკვე ვეღარ ასრულებდა იმ ფუნქციას, ანგლოსაქსებმა თვითონვე გადაწყვიტეს, რა თქმა უნდა, ამერიკელებმა, თქვენ ხედავთ ახლა ევროკავშირისა და ამერიკის პოზიციები აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ მივდივართ რა ხდება. თავარი რაც ხდება არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის თავზე იმ სულ ცოტა 30 წლიანი მცდარი პოლიტიკის შედეგად, როდესაც
90-იანი წლების დასაწყისში შეერთებული შტატები იყო კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არანაირი სახელმწიფო რომ არ ყოფილა. ეს იყო დომინირებული ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც საპირწონე არ გააჩნდა. ნაღდი ჰეგემონი იყო. და აქ მოხდა ის, რომ შეერთებული შტატები წავიდა იმ გზით, რომელიც ჩაისახა რეიგანის პრეზიდენტობისას. რეიგანი მოიყვანეს ნეოკონსერვატორებმა, ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა. ნეოკონსერვატორები მათი ყველა მთავარი ლიდერი, ამერიკული ნეოკონსერვატიზმის დამფუძნებლები იყვნენ, აი რო იტყვიან, ქუთაისურად რო გიტყვათ, მამალი ტროცკისტები, იდეური ტროცკისტები. ტროცკი ამერიკაში მათი პროდუქტია ტროცკი, ხო? და მათ დაიწყეს ის, რასაც ქვია დერეგულაცია. ანუ გაწონასწორებული ამერიკული მექანიზმი, რომელიც მონოპოლიების წარმოქმნას ფაქტობრივად პოლიტიკურ დონეზე ზღუდა და 13%-ზე მეტი ბაზრის წილი არ შეიძლება გქონოდა. გონივრულად იყო ყველაფერი აწყობილი, დაანგრიეს და თქვენ ახლა ხედავთ სუპერმილიარდერ ხალხს, რომელთა ხელშიც კოლოსალური სიმდიდრე მოიხარა. ეხლა ბოლო ერთ წელწადში 15 ამერიკელი უმსხვილესი მილიარდერის ქონება გაიზარდა $1 ტრილიონი. ეხლა მითხარით მე, რაში ჭირდებოდა ამ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფო? არაფერ შეუძლებოდა. ამიტომ მიდიოდა ფაქტობრივად, ხოდა ის LGBT რა არის LGBT? LGBT არის ტექნოლოგია. თუ თქვენ გინდა რელსებზე გადაიყვანოთ მატარებელი, მას მართვის სხვა მიმართულება უნდა მისცეთ. ასე გაკეთდა და ძალიან მაგარი ვოუკიზმი. ეს ათასნაირი მოძრაობები, შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ ფონზე მოხდა ის, რასაც ისინი ნამდვილად არ მოელოდნენ. ჩინეთი უახლოეს წლებში თუ ამერიკელებმა ეხლა შეცვალეს პოლიტიკა, ამაზე ქვემოთ გეტყვით, გახდება მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ქვეყანა. ის რომ ადრე საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები იყო ორი სუპერ მეცნიერული სახელმწიფო, ის დრო ჩაბარდა. წარსულ რუსეთს ის 30 წლიანი ჭაობი ჯერ ამოსაშრობი აქვს და როგორ იქნება მათი საქმე მთლად გარკვეული არ არის, იმიტომ რომ მათ აქვთ ერთი ეტაპი გადასალახი, რომელიც გამოაჩენს პერსპექტივას რა იქნება, როგორ მოხდება რუსეთში ხელისუფლების ცვლილება. მოხდება, როდესმე მოხდება, მაგრამ აქ მთავარია როგორ მოხდება, იმიტომ რომ ეს არის პრინციპული, იმიტომ რომ ეს არ არის იმ თამაშის წესებზე აგებული, როგორც თქვა შეერთებული შტატები, ხო? რატომ? შეერთებულ შტატებში ტრამპი და სხვა ვინმე არის გარკვეული ძალიან ძლიერი საქმიანი ჯგუფების, ანუ ინტერესთა ჯგუფების, ანუ ელიტების, სოციოლოგიური ტერმინოლოგიით რო თქვა, წარმომადგენელი, მათი ნაწილია. რუსეთში ასე არ არის, რუსეთში არის ძალმომრავლობა, რუსეთში არის ბელადომანია, საქართველოში არის ბელადომანია, რომელ ინტერესთა ჯგუფებზე და რომელ თქვა ელიტებზე შეგვიძლია საუბარი, როდესაც ერთ კაც შეუძლია როგორც უკანასკნელი წუწკი ვაჭარი ყველანი იყიდოს. ესე იგი, შიში გაჩნდა და იმისთვის რომ დაკარგული აინაზღაურონ, დაკარგულია რამდენიმე რამე. პირველი მსოფლიო პრესტიჟი. ეს ამერიკელები. დიახ, ისინი არიან ჯერჯერობით მთავარი, იმიტომ რომ ჩინეთს ამის მას აქვს გათვლილი 50 წლიანი პოლიტიკა. აი, ერთი სარტყელი, ერთი პოლიტიკა, ნელა მშვიდად ჩინეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც სადღაც შეიჭრება, რაღაცას გააკეთებს ანგლოსაქსის სულცხოვრად. რუსი ოღონდ აძარცვინე თავისი სახელმწიფო, ფული აკეთებინე და დასავლეთში გააქცევინე და ხელისუფლებაც კორუფციაში ჩაფლული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამდენად ამერიკელები ჩამოჩვენ. რატომ? ჩინური წარმატებები და რუსული ტექნოლოგიების წარმატებები განსაკუთრებით სტრატეგიულ იერარქიაში. როგორ მოხდა ეს იმ წაქცეულ კრიმინალში, კორუფციაში ჩაფლულ რუსეთში? როგორ და შეუქმნეს, ეს არის დასავლეთის უდიდესი შეცდომა, მათ შეუქმნეს ეგზისტენციალური საფრთხე.
რომ ისინი შეიძლება განადგურებული იყვნენ. მე რომელიც გავიზარდე რუსებთან ერთად, ცხოვრობდით მათთან ერთად ერთ სახელმწიფოში, მათი ისტორიაც კარგად ვიცი და ყველაფერი, ხო? რუს თუ შეუქმნი შენ განადგურების საფრთხეს, ის სხვა ადამიანი ხდება. ამიტომ მოხდა მობილიზაცია ინჟინრებს და სპეციალისტებს რაც შეეხება, იქ პრობლემა არ არის ნამდვილად და ამერიკის შეერთებული შტატები დაუდგათ პრესტიჟის და პირველობის. არა მარტო, არამედ გაჩნდა დიდი ომის შემთხვევაში მას უპირატესობები დააკარგა. ეხლა სრულიად ახალ ამბებს გეტყვით, იგიც დაიბეჭდა დასავლურ ყველაზე ცნობილ გამოცემებში. რა პრობლემაა? როდესაც მეორე მსოფლიო ომი იყო, ამერიკელებმა ყველაფერს მობილიზაცია გაუკეთეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროს საშემოსავლო გადასახადი 95% იყო. იმიტომ რომ უზარმაზარი რესურსი უნდა გადაესრულათ ევროპაში, იმიტომ კარგად ძნობდნენ რაც იყო, ხო? მართალია თავის დროზე თვითონ შეუწყეს ხელი მაგათ და ბრიტანელებმა, მაგრამ ეხლა სხვა სიტუაცია დადგა. ეხლა როდესაც ამ ნეოკონსერვატორების მიერ დეცენტრალიზაცია, დერეგულაცია და ასე ყველაფერი გადავიდა კერძო ხელში. კერძო ხელში არის კერძო ინტერესი. ეხლა როცა დაჭირდათ სერიოზული წარმოება და რაკეტებში ჩამორჩნენ ზებგერით რაკეტებში და ასე შემდეგ, ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ კერძო სტრუქტურა, გითხარით რომ ინვესტირება მოვახდინოთ, რომ ეს ძელვადიანი საჭირო იქნება, რაკეტებს გავაკეთებთ 10 წელი თუ იქნება ომი. ეხლა რა გააკეთეს? სრულიად ჯერ ეს არ გახმაურებულა საქართველოში ისე როგორც საჭირო. ეხლა რა ამერიკის ხელისუფლება შევიდა ამ კერძო კომპანიებში, უსხვილეს აიროთ თვითნავი ტანკი, რა ვიცი ყველაფრის წარმოებაში, ჩაუჯდა მართვაში, დაუწესა ხელფასის ჭერი, დივიდენდებს ვერ გასცემენ, სანამ შედეგი არ იქნება და ფაქტობრივად მოიყვანა ყველაფერი კონტროლ ქვეშ და დაგვიანებით რუსეთისა ამერიკის ეკონომიკა გადაჰყავს სამხედრო რელსებს. იმიტომ რომ ის საფრთხე რაც ჩნდება, საფრთხე ჩნდება იმისა, რომ რაკი მომავალი განვითარებები მთლიანად დამოკიდებულია სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესზე. რა არის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი? ეს არის მეცნიერების წარმატებები, რომელიც მიღწეული იქნა თეორიულ სფეროში, გადმოტანილი იქნას საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოებში, ტექნოლოგიებში და ასე შემდეგ. ამას სჭირდება კოლოსალური ფული. ამ კოლოსალური ფულის მობილიზაცია მოხდა, მაგრამ ჩამორჩენას ვერ ძლევენ და წარმოიდგინეთ ისეთმა ორგანიზაციამ, როგორც ბლუმბერგია, დაწერა, რომ ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის აღდგენის პერსპექტივა პრობლემის ქვეშა. ის დანგრევა არის იოლი და მოშვება, იმიტომ სხვაგან წავიდა ინტერესები. ამის მობილიზაცია და გადაყვანა საფრთხეების გასანეიტრალებლად უკვე რთული გახდა, მაგრამ გაკეთდება, მაგრამ დრო უნდა. ამას წყალი არ გავა. ბატონ დებო, აი ეხლა რამაიგეთ თქვენ წინა პოდკასტზე სულ ამბობთ, რომ მსოფლიო ესე ვთქვათ პოლიტიკურ ასპარესზე მთავარი მოთამაშე არის ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ხო? თქვენ გადაცემაშიც ხდება, ეხლა მთლად გამოყვეთ. ეხლა მთლად ხმამა შეგვიძლია თქვა, ხო? აი აქ რომ ლიდერი ევროპაში, ლიდერები რო სამხედრო საბჭოებს აკეთებენ და რაღაცას ემსჯელობენ, აი ევროპის ლიდერების სამხედრო საბჭოები რა შუაშია, კი არა? სახედავენ თავს. ესე იგი, ახლა ნახეთ რა მოხდა. შეერთებულ შტატებში მოვიდა კონსერვატული ელიტა, აი ნეოკონსერვატიზმი, ამაზე ეს თეორიული მიმართულება ძალიან მაგარი ჯგუფია, ახალგაზრდა ხალხისა, დაახლოებით მასკის თაობის ხალხია, რომლებიც უსაშველოდ ინტელექტუალურია, თეორიულად ჩამოყალიბებულია, რაც ნიშნავს ახალი კონსერვატიზმი ამერიკისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ევროპა დარჩა გლობალისტური ელიტის გავლენის ქვეშ. თავიდან ბოლომდე დღევანდელი ევროკავშირი არის
მარწუხებში გლობალისტური ელიტის და რომელსაც ტრამპის უკან დგომი სერიოზული ელიტა, მათ შორის გლობალისტური ნაწილიც ტრამპის ელიტაშია, ებრძვიან იმ მეორე უკიდურესობებს, რომლებსაც რაც ევროპაშია. ანუ მესამე მსოფლიო ომის საფუძველი შეიძლება გახდეს ამერიკის და ევროპის. არა, ნახეთ, რა კი მესამე მსოფლიო ომს რასაც უწოდებენ პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ერთადერთ შემთხვევაში. თუ შეერთებული შტატები და რუსეთი დასხებენ ბომბებს და მაშინ ფინიტა ლა კომედი ყველასთვის დასრულდება. ეს დათვლილია კომპიუტერულად, პროგრამულად დათვლილია, რაც ნიშნავს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ბირთვული დაპირისპირება. ეხლა ცოტა მოადიდეს, საათნახევარი ჭირდება, რომ ამ დედამიწაზე ყველაფერი იქნას განადგურებული. ამიტომ მე შორს ვარ ის ამაზე რა არა, რომ ეს მოხდება, მაგრამ მოხდება ის, რომ ეს ევროპული ელიტები, რომელიც გამოზრდილი იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სპეციალურ ტექნოლოგიებით, მე ეს საკითხი ძალიან კარგად შევისწავლე და როგორ აიცით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებმა ეს უჩკვიანესი, იმიტომ რომ მათ ომის დროს ნორბერტ ვინერი და კიდევ ძალიან ცნობილი ჯგუფი დააჯინეს დიდი დაფინანსება მისცეს და უთხრეს რა განსაზღვრავს მართვას საზოგადოების. და ეს იყო 1958 წელს, რომ გამოაგდო ვინერმა ის სუპერწიგნი კიბერნეტიკა, რასაც ქვია. ფაქტიურად 55 წლისთვის ამერიკელებს ჰქონდათ ინფორმაციული მართვის მექანიზმები ყველა მთელ მსოფლიოში, მაგრამ არ იყო საშუალება ტექნიკური საშუალება გაჩნდა კომპიუტერის გაჩენის შემდეგ, მიკროკომპიუტერების გაჩენის შემდეგ. ამიტომ ამერიკელები ცდილობენ ახლა გამოაცალონ ილუზია ევროპელებს, ნახეთ, რატომ გადის ევროპიდან ტრამპი და იმიტომ ტრამპმა კარგად იცის, რომ ესენი შემთხვევით მოყვანილი ხალხი კი არ არის, ეს ფაშისტების ოჯახებიდან მოყვანილი ხალხია. ფაშისტური სულისკვეთება, ვინც იცის და მათი ლოგიკა და მათი მიმდინარეობა ფიქრისა, ამათ შენ ვერასდროს ვერ გამოასწორებ. ოჯახებში გაძრილი შვილები მოწამლული არიან იმ იდეოლოგიით, ხოსარია, მათ უნდათ რევანში. არავინ ისე არ ეზიზღებათ ევროპაში ამ ტიპის ელიტებს, როგორც რუსეთია. რატომ? ისინი არ პატიობენ რუსეთს იმას, რომ მიუხედავად ნაპოლეონი იყო, რაც მოხდა, იცით, პლუს ანტანტა და რევოლუციის დროს, რომ ეგონათ რუსეთი ფაქტიურად განადგურებული იყო და ფაქტიურად აღარ იარსებებდა, რო არა ქართული ჯგუფი, ეს ცალკე თემა. მერე იყო პირველი მსოფლიო ომი თავისთავად გადაიზარდა, მეორე მსოფლიო ომი და აღმოჩნდა, რომ ეს კიდე საომარი გიგანტია, მანქანაა ფაქტიურად რუსეთის საომარი, თუ ომს დაუწყებ, თვითონ არ არის, ახლა ტყუილია ეს ყველაფერი, რომ ევროპას დაეცემა. გიჟი, ვინ არის ევროპა, როდესაც ჭირდებათ ფულის აკეთებლად. პრაგმატულია ყველაფერი, ამერიკელებს ევროპა ჭირდებათ ფულის აკეთებლად და არა იმისთვის, რომ ნატოს 70% ბიუჯეტისა თავისი ჯიბიდან გაიღოს, როცა მისმა სახელმწიფო ვალმა 40 ტრილიონს მიაღწია. ყოველ 75 დღეში ამერიკის სახელმწიფო ვალი იზრდება 1 ტრილიონი დოლარით. ერთმა ძალიან კარგმა კაცმა დამწერა, ვალს რა მნიშვნელობა აქვს, თუ არ მოგკითხავენ, რას ქვია მოგკითხავენ. ის საფასიანი ქაღალდები, რომელიც ამერიკის სახაზინო ვალდებულებებია, იყიდება, ყოველთვიური პროცენტებია, იმას არის. ამიტომ შენ ამხელა ვალი რო გეზრდება, ყოველთვიურად ბიუჯეტიდან გადასახადები იზრდება. ხო, სწორი, ამიტომ ამერიკელებს არაფერში ნახეთ, რატომ გადიან ევროპიდან. ჯერ ევროპა აღარ წარმოადგენს სტრატეგიულს, წარმოადგენდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო შესაძლებელი, რომ მთელი ევრაზიის კონტინენტი ფუნქცია დაკარგა. გეოპოლიტიკური ფუნქცია დაკარგა და მე მინდა ყველა ვისაც, ესე იგი, მე ძალიან კარგად, მე არ ამგონია რომელიმე დღეს ქართველი ჩემზე უფრო ევროპელი იყოს, იმიტომ რომ მე მისი კლასიკურ წიაღში ვარ გაზრდილი და საოცრად მიყვარს. ხო. ფუნქცია დაკარგა,
პლუს ამისა არანაირი სტრატეგიული დანიშნულება არ გააჩნია და შემდეგი გაგრძელება ჩემი საუბრისა იქნება საქართველოსთან მიმართებაშიც და ისეთი საშინელი დრო დგება ფუნქციონალური დატვირთვა თუ არ ახარ შენ განულებული სახელმწიფო იქნება თუ არ დაკარგავ დრო შედარჩება მარტო სხვა არაფერი ესე იგი ფუნქცია დაკარგვა ფუნქცია გადადის სხვაგან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში რატომ ჩინეთი რო გააკონტროლოს მისი ლოგისტიკური გზები გააკონტროლოს და გრენლანდია რატომ გრენლანდიას და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეთ კლიმატის ცვლილების გამო და ძალიან მძლავრი არქტიკული თქვათ აი ამ ჩრდილო თქვათ ფლოტის გამო გახდა სანამოსი ჩინელებს მოეხსნათ ტრადიციული უზარმაზარი გზის გავლა სუეცის არხით, რომ თავისი ნაწარმი მიაწოდოს ევროპას. ანუ უკაცრავად, ესე იგი, ჩინეთისთვის მართლა საინტერესო შეიძლება იყოს გრენლანდია. საინტერესო რატო არ იქნება, მაგრამ აი ტრამპის არგუმენტი, რომ მე იმიტომ უნდა დავიფხრო თუ რა სიძახის გრენლანდია, ჩემი გავლენა უნდა იყოს ამერიკისა, რომ თუ არა და ჩინეთის იქნება რუსეთის ეს სიცოცხლე. ნახეთ რა შეიძლება, აი ახლა, რა კი ეს ტრასები უკვე იმ ჩრდილოყინულოვანის გამო გაიხსნა და ჩინეთს შეუძლია ამ რუსული ზღვების გავლით პირდაპირ ევროპას მიაწოდოს, აქ გადაჯგუფება და ახალი ნატოს გაკეთება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში კონტრპროდუქტიული იქნება ამერიკელისთვის თუ მეორე გზა არ აქვს დაცული. თუ მეორე გასაკონტროლებელი არ აქვს. გრენლანდიაში მას ახლაც აქვს კოსმოსური ბაზა, ძალიან სერიოზული. მაგრამ ეს არ არის ის სამხედრო ბაზა, რომელიც მას სჭირდება, რომ ტრასები გააკონტროლოს. ჩინეთი არის, რატომ უნდა ამის გაკონტროლება? ჩინეთი არის ძალიან სუსტი ქვეყანა სტრატეგიული თვალსაზრისით, რადგან მისი ეკონომიკა აწყობილია ექსპორტზე და თუ შენ ექსპორტის გზებს გაუკონტროლებ და როცა დაგჭირდება მისი დამორჩილება, გადაუკეთა, გამოდის და შენ შეიძლება პოლიტიკური ზემოქმედება მოახდინო. ესა პლუს აქ არ არის, რომ აი დავუშვათ გრენლანდია ხარა ინფორმაციაც არის, რომ რა ქვია, გაზია, ბუნებრივი რესურსი, ესეც არის. ჯერ ესა ერთ-ერთი მთავარია. ნახეთ ამერიკის ეკონომიკა როგორ არის აგებული, ეხლა გეუბნებით წმინდა პროფესიულობა. ექსპორტზე არაფერი არ არის. ეს უზარმაზარი ეკონომიკა, რომლის მასშტაბების წარმოდგენა შეუძლებელია. ქართული ყოფითი მდგომარეობიდან თუ პროფესიონალად არ იქა. იმიტომ რომ 9%-ია ექსპორტის წილი შემდგომ. ეს არის იარაღი და ისეთი რამეები, რომ ყველაფერს ყიდულს თვითონ მოიხმარს ყველაფერს. გენიალურად აწყობილია, იმიტომ რომ კრიტიკული მომენტი რო შეიქმნას, ამერიკა ისე ჩახსნის ყველაფერს, თვითკმარი იქნება. ასეთი თვითკმარი შეიძლება მალე გახდეს რუსეთი თუ ის სწრაფად მოახდენს დივერსიფიცირებას, რომ არ გახდება ნავთობზე და ბუნებრივ ვაირზე შემოსავლებზე დამოკიდებული. 20 წლის უკან რომ იყვნენ იმაზე ძალიან ცოტათი არიან დამოკიდებული უკვე, მაგრამ მათ 1-10 წელი მინიმუმ ჭირდებათ, რომ მოხდეს ეს სისტემური გარდაქმნა მოხდეს და ტექნოლოგიურად სერიოზული გარდაქმნებზე მიდიან. ესე იგი, ერთი ეს თავარი ყოველთვის არის უსაფრთხოება. არ არსებობს დიდ სახელმწიფოების შორის უფრო დიდი თემა, ვიდრე არის ერთმანეთის ბალანსი და ერთმანეთის კრიზისულ სიტუაციაში გაკონტროლების საშუალება. თუ ეს ბალანსი დაგერგვა, ამოვარდები შენ დიდი თავარი მოთამაშების ფიგურანტი აღარ ახარ ფიგურანტი. მეორე მოძიებული სიმდიდრეები არის ძალიან დიდარი. შეიძლება არქტიკის დონემდე არ არის, არქტიკაში კოლოსალური სიმდიდრეა. აი ახლა მეგეთქი ციფრების შედარებით. რუსეთში მოძიებული წიაღისეული სიმდიდრე არის 84 ტრილიონი დოლარი. არქტიკაში, სადაც რუსები დომინირებენ და სამხედრო ბაზაც კი აქვს, ამერიკელები ჩამორჩნენ LGBT-ს გადამყოლი და ეს ვოუკიზმი და მსოფლიო დემოკრატიის და ესე იგი ეს სისულელეები ძალიან ჩამორჩნენ, ხო?
არქტიკაში რაც არის მოძიებული აღემატება 84 ტრილიონს, რომელსაც ჯერ ძირითადად რუსები აკონტროლებენ. ეხლა მითხარი 84 ტრილიონი აქ არის, 84 ტრილიონი აქ არის, ხო? ამის ათვისება მარტო რომ დაიწყოს, დაალაგდეს რუსეთი, ხო? ამერიკელები რა იქნებიან? ამას ტრამპი რასაც ამბობს და ფერმო შეაფასება. აბსოლუტურად პრაგმატულად ამბობს, რომ ის ამბობს რატო რა თქვა ტრამპ ამ ცოტა ხნის უკან თქვა მე არ მაინტერესებს საერთაშორისო დამარცხება მე თვითონ განსაზღვრავ ამერიკისთვის რა არის კარგი და რა არის ცუდი რომელ საერთაშორისო სამართალზეა საუბარი როდესაც ერთადერთი გადარჩენის გზა დიდი სახელმწიფოებისთვის გლობალური მოთამაშეების არის ძალა რესურსებზე კონტროლი იმიტომ რომ ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს ძალიან იშვიათი წიაღისეულზე წვდომას თუ ამას შევხედავთ ასე სოფლიო ბაზრის იშვიათი წიაღისეულის 70% ბაზრისა ეკუთვნის ჩინეთს. ერთადერთი სახელმწიფოა ჩინეთი, რომელსაც აქვს სრული ციკლი ამ რთული წიაღისეულის გადამამუშავებისა, იმიტომ რომ იქედან ის ძალიან მცირე რაოდენობის იშვიათი წიაღისეული ფრაქციებად უნდა გამოიდევნებოდეს. იქ უზარმაზარი მოწყობილობებია, ცენტრიფუგებია და რუსებიც კი რასაკეთებენ, იცით თავის წიაღებულს მატარებლებზე თვითთავენ გადა ჩინეთში ამუშავებენ და მერე იღებენ. ამერიკელებს არ აქვთ ეს ტექნოლოგია, ისე როგორც ჯერჯერობით არ აქვთ ეს რუსებსაც. ერთსაც ექნება და მეორესაც, მაგრამ ამ წუთში დომინირებული სახელმწიფო არის ჩინეთი. ესე იგი, თუ და ყველა მიცის ამერიკაში არ ეშლებათ მეცნიერება უზარმაზარ დონეზე ჰქონდათ, ეხლა შეაფერხეს ცოტა, მაგრამ ყველაფერი შემარჩუნებულია. რუსები ძვრებიან იმ ჭაობიდან, რაშიც იყვნენ და ეხლა ბევრს აბრუნებენ 300,000 კაცი წავიდა ფაქტობრივად მაღალი მეცნიერი და სპეციალისტი და ძალიან მაღალი ხელფასები დაუნიშნეს, რამაც აწია საერთო დონე რუსეთში ხელფასებისა, ხო? ყველა მიცის იმდენად სწრაფად ვითარდება სამეცნიერო ტექნიკური პროცესი, თუ პროგრესი, თუ სახელმწიფომ ამას მაქსიმალურად არ შეუწყო ხელი, შენი იდეოლოგია, შენი ლაპარაკი და ასე შემდეგ აზრი არ აქვს. ამ ფონზე რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის წამოჭრილია მეორე პრობლემა, რომელიც არ ჩანს კარგად. რუსები ამბიციურია, ხო, მესამე რომი და ეს სისტემა უკეთესია თქვენ სისტემაზე. რა სისტემა? ის რაც რუსების არის, რუსები მათი აზრით, რატომ არიან ისინი ამბიციური, მაშინ როდესაც ამერიკელები ძალიან მარტივ რამეს სთავაზობენ რუსებს. იყავი დამორჩილებული ქვეყანა, მეორე ქვეყანა და ყველაფერი სიმდიდრე გექნა, არა, იმათ სხვა ისინი ამბობენ, რომ ის კულტურა, ის შეხედულებათა სისტემა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ამერიკული. კონსერვატიული უფრო ესეთი ტრადიციული. საქმე რაშია, იცით? ამაში რუსებს აქვთ ერთი პლუსი, ის რომ ამერიკელებმა თვითონ დაასუსტეს თავისი თავი იმ იდიოტიზმის გამო, რაც იყო, ხო, ახლა თეთრ საათს რომ პურიტანების ქვეყანაში LGBT დროში შენ უნდა იცოდე, რომ ამას აუცილებლად მოყვება დიდი სამოქალაქო დაპირისპირება. ანუ რუსეთის პოზიციონირება არის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ მენტალიტეტი და იდეოლოგია გაცილებით ბუნებრივია უმრავლესობისთვის, ვიდრე თქვენი ეს ალტერნატიული ლიბერალიზმი. დიახ. ეს არ არის უმნიშვნელო რამე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამერიკელები მე ღრმად ვარ დარწმუნებული აღიდგენენ თავის პოზიციას, მაგრამ აბსოლუტურად არა ვარ დარწმუნებული, რომ ევროპა იმ უზარმაზარ ცივილიზაციას, რომელიც მათ დაანგრიეს, უარი თქვენს ქრისტიანობაზე, ანუ სისტემო წარმომქმნელ ფუძეზე თქვენს უარი და ეხლა არიან საშინელ დღეში. ამიტომ ჩაიქნიეს ამერიკელებმა ხელში, ჯერტი არა მარტო არ ჭირდებათ, არამედ ჭირდებათ იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ გაასაღონ მან პროდუქცია. ბატონო, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენ თქვით, რომ ლავროვმა თქვა, რომ განცხადება გააკეთა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ეს არ იყო დღეს როიტერმა დაბეჭდა ეს, კი იცით თქვენ. მოდი ვთქვათ მაყურებს, ვისაც არ უნდა ხავს, რომ რა თქვა, რომ დანიის სამეფოს არ ეკუთვნოდა გრენლანდია დამოუკიდებელი იყო ის. ეხლა მე დავწერე ის, რომ ცოტა ღიმილით, რომ აი რა არის გლობალური პოლიტიკა უნდა მიხვდეთ. იმიტომ რომ
ლავროვმა ოფიციალურად განაცხადა და ეს დაბეჭდა როიტერმა. როიტერის ავტორიტეტი იცით თქვენ რაც არის, ხო სწორია? რომ გრენლანდია არ წარმოადგენს დანიის მკვიდრ მიწას, ის არის კოლონიალური პოლიტიკის ნაყოფი. ანუ აქედან დასკვნა შენ დანიის ტერიტორიას კი არ გართმევენო, ქვეტექსტი ასეთია, შენ კოლონიალური დაპყრობის გზით რომ მოიპოვო იმას, ის მიართო. გამიგეთ ხო? მე ერთმა ძალიან კარგი კაცმა დაწერა, მაშინო თავის თავს დაარტყესო რუსებაო ჩრდილო კავკასიაზე და იმაზეო, ხო? აქ როგორ არის, შეგვიძლია ღია ტექსტით გითხრათ, ვინ ვის მოერევა. ანუ თვითონ რუსეთსაც ესე იგი აქვს გრენლანდიაზე თავის ინტერესები და იქიდან იღებს რესურსს თუ არა, თუ იდეაში. გრენლანდიის ინტერესი რუსეთის არის ნული. არა აქვს. არა აქვს. ანუ ის არგუმენტი, რაც ტრამპი ამბობს, რომ რუსეთმა ეს არის რუსეთს შეფუთვა. მაგრამ რუსების კოლოსალური ინტერესი და ისინი ომზე წავლენ, ეს არის არქტიკა. უკვე არქტიკაში დასწრებული არიან. ამიტომ იყო, როდესაც ალასკაზე მოხდა შეხვედრა, 6 ჯგუფია ჩამოყალიბებული ამ შეხვედრის შემდეგ, რომლებიც ამერიკისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს ამუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის რუსების პირველი წინადადება იყო, რომ რუსეთის სიმდიდრეები არქტიკაც და ჩვენ დავამუშავოთ ერთად. გასაგებია, ესე იგი, მოდი ახლა კიდევ მაქვს რაღაც მომენტები მონიშნული, თქვენ ახსენეთ რუსებსა და ნატოს შორის დაპირისპირება არის გარდაუვალი. დიახ. ეს მართლაც. დიახ. მე წლების წინ დავწერე ეს ყველაფერი სერიოზულად არ აღიქვამდნენ, კი იცით თქვენ ადევნებდით თვალყურს. მე ლამის პუტინის მეგობარი ვიყავი და დავალებებს მაძლევდა პუტინი. მე ამაზე მე კარგად ხუმრობდი, რომ ყოველდღე არ მეშვება ეს ვალოდია კაცოზე. ყოველდღე მირეკავს და მაგრამ პატარა ჩემოდანს აგზავნის ხო და დიდი ჩემოდანი. ხო, ესე იგი ეხლა ადამიანი რომელსაც მიაჩნია რომ მე შეიძლება რუსები მირეკავდნენ და მავალებდნენ რა იმის ნორმალური არ არის, გონიერი არ არის, უბრალოდ საწოდავია, ხო, ამიტომ მე უნდა ვიხუბლო ამაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემი პოზიციის კაც, რომელიც ხელისუფლებას დაუნდობლად აკრიტიკებს, რაიმე ხელმოსაკიდებელი რო ქონდეს, ამდენი ხანი ახლა თქვენს გვერდით დამაჯერდნენ, და კიდე სხვაგან სადადები არა, ხო? ესე იგი, პრობლემა რაშია? ნახეთ, ევროკავშირი არის უპერსპექტივო წარმონაქმნი. ნატომ ამოწურა თავისი თავი. მაგრამ გლობალისტურ ელიტას კვლავ რჩება მთავარი სამიზნე ყოველთვის იქნება რუსეთი. რაც ირანი, რომელიც უმნიშვნელოვანესი რეგიონალური სტრატეგიული სახელმწიფოა, მისი დანგრევა დამარცხება არის პირველ რიგში რუსების წინააღმდეგ, რომ გათიშონ ეს კავშირები ჩრდილოეთი, სამხრეთი და რა თქმა უნდა შეუწყვიტონ ის იაფი ნავთობი ჩინელებს, რომელიც თუ რაიმე მოხდა ირანთან დაკავშირებით და ორმუზის ყურე დაიკეტა და სხვა რა არეულობა მოხდა, ნავთობის ფასი პროგნოზის თანახმად $200-ზე 1 ბარელისა. მაშინ ჩინეთის ეკონომიკის სულის ამორთმევა 1 იქნება. ვინ გაუძლებს ამნაირ ხარჯებს მხოლოდ ენერგეტიკის დონეზე, ხო სწორია? ამიტომ სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოა, მაგრამ ყოველთვის სამიზნე იქნება რუსეთი. ანუ ნატოს ინტერესი შეიძლება იყოს ევროკავშირის, რომ რუსეთს დაარტყას რეალურად? ახლა ნახეთ, ნატო თუ ოპერაცია განხორციელდა გრენლანდიაში, უბრალოდ თუ გნებავთ აბსოლუტურად რომ თქვა, უსისხლო და ფორმალურად შეჭრა. ხო. როგორც ამზადებენ ჯარს. მაშინ ნატო დასრულებულია უკვე. ნატო ისედაც დასრულებულია, იმიტომ რომ ფუნქცია რა აქვს. ნატოს ფუნქცია სხვა რამე იყო. არ არის საფრთხეები. მაშინ ამ ხელა ფულს არავინ არ გადაიხდის, ხო? რა კი ევროპული ელიტები მთლიანად გლობალისტურ ელიტებზე არიან დამოკიდებული, ამ გლობალისტური ელიტების ეს სიმდიდრე იქნება ყოველთვის და რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციის მოკლა. ამიტომ რა კი აქ ასეთი შემადგენლობა, სანამ ცვლილებები არ მოხდება, მე
ჯერ კიდევ არსებობს. ახლა ამერიკებს ვერ შეებრძოლებიან, გამორიცხულია, ხო? მაგრამ ომის ატეხვა რუსეთის წინააღმდეგ ერთმანეთშორისია, რა თქმა უნდა, ევროკავშირი და ნატო განადგურდება. მაგრამ რუსებსაც კაიფი არ დაადგება. რა საუბარი რესურსი იქაც დიდია. ხო და მე არ მესმის ვინ რას იღებს, ვისთვის არის ეს სასარგებლო? თავარი რა იქნება. მოდით რა სარგებელი აქვს ამერიკელებს? ევროკავშირისა და ნატოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების შემდეგ რუსეთი იმასთან შედარებით ვიდრე დღეს არის დასუსტებული იქნება. აი ეს დაასუსტებენ და ასუსტებ ვერ დაასუსტეს, იმიტომ რომ აი მეწმუნდეთ, მე მართლა ძალიან კარგად ვიცი რუსული ფსიქოლოგიაც, კულტურაც, ყველაფერი, ისტორიაც მათი, ხო? ამ ხალხის მორევა ომში შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს რანაირი ხალხია, იცი თუ მათ საფრთხე ემუქრებათ და აი როდინა, ხო, იცით როგორია, ხო? აი მერსედესში და კარგ მანქანაში როდესაც გაიხდის ჩექმებს ჩაიცმებს და ან ტელეგრეიკას რო უძახიან, იმას ჩაიცმებს და დაიკავებს. ნახეთ, მობილიზაცია უმნიშვნელო იყო, არაფერი არ გაუკეთებიათ. ყველა ვინც იბრძვის, ყველა არის ნებაყოფლობითი კონტრაქტის საფუძველზე. რუსეთში? რუსეთიდან იყო რაღაც სხვა ხმებიც, რომ იქ აძალებენ, იქ არის მობილიზაცია აშინებენ. არა სწორი. არ არის სწორი, უბრალოდ რა შეჭირდება თავი მოვიტყოთ. თვითონ მიდიან ადამიანები მობილიზაციის შემთხვევაში გასაგებია რომ სულ სხვა სურათი იქნება, მაგრამ არ ჭირდებათ ამ შემთხვევაში უკრაინა მობილიზაციისთვის არ იქნება. იქ გაზარდეს რა თქმა უნდა შემადგენლობა და ესენი, მაგრამ თავარი მაინც არის ის რომ ესე იგი რა გამოდის? გამოდის ის რომ ნატო და ევროკავშირი არის უკანასკნელი რესურსი, რომელმაც მაქსიმალურად უნდა დაასუსტოს შეერთებული შტატები. ბატონო, ერთი წუთით რა. აი ახლა უკრაინაში ხო ჯერ კიდევ ჯერ ის ვერ გავიგე რა სტატუსია გამობს, შეთანხმდა რამეზე გაჩერდა მიმდინარეობს ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არის ხო უკრაინაში ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, იქ ჩართონ ეს ნატო. ნატოს თუ უნდა ჩართვა რეალურად. კიდევ უფრო დიდი ძალები. აი როგორც კი ოფიციალურად, აი ახლა ამერიკელებმა გაახმიანეს ცნობილმა ძალიან ანალიტიკოსებმა, რომ 10,000 პოლონელი ჯარისკაცია მკვდარი უკრაინაში, რომლებიც გადაცმული უკრაინის ფორმაში იბრძოდნენ. ანუ ღიად მაინც არ აკეთებს. არა, იმიტომ რომ მაშინ ეს ესკალაციაა და მაშინ აშკარად ამ რუსები დაარტყამენ ატომურ იარაღს. ნახეთ, უამრავი ნატოს გენერალია მკვდარი. იმ ბუნკერებს რო აფეთქებენ და სითქოს ვითომ არაფერი არ არის, სინამდვილეში წერტილოვანი დარტყმები ამისა. მსხვერპლი სერიოზულია, მაგრამ ნატოს უზარმაზარი სურვილი ჰქონდა შესვლის, ამიტომაც დააწევინეს უკრაინელებს ეს პროვოკაციები, რა თქმა უნდა, რუსები აიძულეს შესულიყო შიგნით და ერთ კვირაში უნდათ რუსებს დაემთავრებინათ ყველაფერი, ხო ხედავთ, სტამბოლში წავიდნენ, მოილაპარაკეს ყველაფერზე და არანაირ ტერიტორიის ერთი მისხალიც არ დაიკარგებოდა, ხო? მაგრამ ჩააშლევინეს ეს იმით, მაგ კი არ იყო მიზანი. მიზანი იყო მოესინჯათ რუსების, თუ რუსები წაიფორხილებდნენ, გასაგებია, მაშინ ნატო შევიდოდა და ბოლომდე დაამთავრებდნენ. ეს არ გამოვიდა. მაგრამ რესურსი რა კი დარჩენილია და თან ამერიკელებს სტრატეგიულად არაფერში არ აწყობდა ნატოს და ევროკავშირის არსებობა, პირიქით, რატო? ევროკავშირის მოშლა ავტომატურად მოშლის ევროს. და დოლარი ნახეთ, ევრომ შეზღუდა დოლარის არეალი, იმიტომ რომ ისიც გახდა გარკვეული სარეზერვო ვალუტა. შემიძლია გითხრათ ისეთი რამ, რომელიც კარგად არ არის ცნობილი. იუგოსლავიის დამბომბვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეერთებული შტატებისთვის იყო ის, რომ ევროკავშირი არ შექმნილიყო და ნატო ევრო არ შემოღებულიყო. მათ ჭირდებოდა ამ ფულის ჩასატვირთი. ამიტომ ევროკავშირის დაშლა და ევროს ამოღება ხმარებიდან ავტომატურად ერთადერთი რაც დაიკავებს ადგილს არის ყველა ვარიანტში დოლარი არის. ნატო არაფერში არ ჭირდებათ, იმიტომ რომ რუსეთთან თუ საბჭოთა კავშირის შესაკავებლად იყო ნატო,
დღეს ამერიკელებს რუსების შეკავება ერთი ტკბილი სიტყვა უღირთ. რუსები ნახეთ ჩვენ გვინდა გავერკვეთ რეალობაში. რუსეთი და ჩინეთი დღეს ახლოს არიან ერთმანეთთან სიტუაციის გამო. მაგრამ ჩინელებს არავისი ისე არ ეშინიათ როგორც რუსების. იცნობენ ერთმანეთს ისტორიულად. რუსები მაინც ორიენტირებული არიან დასავლეთისკენ და ფაქტობრივად ყველაფერზე მიდიან, რომ როგორმე ამერიკელებთან კარგი ურთიერთობა დაამყარონ. რუსები? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ შეერთებული შტატების და რუსეთის შეთანხმება ნიშნავს მსოფლიოში სიტუაციის დალაგებას. მეტი არაფერი არ უნდა ამათ. ამათ აქვს იმდიდრე, ამათ უნდა ფული, ეხლა ცოტა ჭკუაზე მოდიან, მაგრამ ეხლა დაიჭირეს ერთი პოლიციის, რუსეთის პოლიციის, მოსკოვის პოლიციის ძალიან მაღალ ჩინოსანი, რომელსაც ტონა ფული ჰქონდა სახლში. მოსკოვი გაყიდული ჰქონდა დიასპორებზე, რუსებს არ აყენებდნენ ტაქსებია, ქუჩის ვაჭრობა ესენ. აი, არანორმალური ფული ჰქონდა სახლში. ამნაირი ქვეყანას ფეხზე რო დააყენებ. თქვენ გახსოვთ მე რა ვთქვი, როგორც კი ეს ყველაფერი დამთავრდება მოსკოვში ამერიკის სიმბოლური რაღაც დიდი ხანდაკება გააკეთონ და ილოცონ რუსებმა, იმიტომ რომ გამოაძვრინეს იმ ჭაობიდან. ესე იგი, აი ეს არის არანაირი კანონს არ იქნება მორჩილება, გადანაწილდება ძალაუფლებები და გავლენები. მე ვფიქრობ, რომ რუსებთან პრინციპული რაღაც შეთანხმებები არის, მაგრამ ამერიკელები არ დაეხევენ უკან, რაც შეიძლება ავნონ რუსეთს. ევროკავშირი და ნატო იქნება ის ბოლო ინსტრუმენტი და მთავარი რაც იქნება, შემდეგ არის ის, რომ გაუწყვიტონ რუსების დასასუსტებლად აუცილებელია მისი კავშირების გაწყვეტა და ამ კავშირებში უმნიშვნელოვანი როლი ირანს ეკუთვნის. და ამ მიმართულებით ეხება უკრაინაში ეხლა რა სიტუაცია, როგორ დავაგდა რამე თუ კიდე მოლაპარაკების ფაზაშია. ხო იყო ეს ტრამპის შარევა, რაღაც ამერიკა თავის სიტყვა უნდა ეთქვა, რომ თითქოს რაღაცა შეთანხმდნენ, იყო უკმაყოფილება, გამოდის რომ მაშინ ტყუილა უბრძოლიათ, ასე შემდეგ. რა ხდება ეხლა? ესე იგი, რა ხდება, ხო? დღეს ერთმა ახალგაზრდებმა აი ცოტა ძალიან ცოდვა ახალგაზრდები რო არიან, უკრაინელები იგებენ, უკრაინელები რო იგებენ, ჩვენმა დამაწყევარმა მოიგოს ისე საშინელი მდგომარეობა, მაგრამ ტრამპმა ეხლა თითი დაუქნია საფრანგეთს. 200%-ზე აგიყვან ტარიფებსო, იმიტომ რომ მაკრონმა იმ შეთავაზებაზე, რომ ღაზის სექტორის მართლისთვის საერთაშორისო საბჭო ყოფილიყოს და მილიარდი გადაიხადეთო, მაკრონმა უარი თქვა. ხოდა შენ ჯობია გრენლანდიას თავი დაანებე და უკრაინას მიხედე და ევროპას პირდაპირ უთხრა. ყველაფერი წადით უკრაინაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ყველაფერს მიაწოდებენ. ისევ სამხედრო მხარეს. აუცილებლად სამხედრო მხარეს. აწყობს ისევ ამერიკას, რომ გააგრძელდეს ეს. ბოლომდე ყველა რესურსი უნდა მოიწოდოს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინაში ჯერ რესურსი ამოწურული არ არის, იმიტომ რომ რა შეესაქმე იცით, ეხლა აშკარად ყველაფერი ცნობილია. უკრაინელები ისე მომართეს, რომ მათ ომის შეწყვეტა არ უნდა, ხალხზე გეუბნებათ. ვიღაცას უნდა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ზელენსკის მხარდამჭერი არ არის. ძალიან სერიოზული. ესე იგი, ომი გაგრძელდება, ტრამპი გონიერი ელიტა უყურებენ ამას, რომ ხალხს ომი უნდა, რატომაც არა. რატომაც არა. ევროპელებს უთხრა, აღარ აწოდებს არაფერს. აი, ამოვიკითხე, რომ 10%-იან ტარიფს დაუწესებს დიდ ბრიტანეთს, UK და დენმარკ, დანიას, ხო თუ გრენლანდიაზე არ დათანხმდებიან და ეს ანუ რა უნდა? ჩემი ბრალი არ არის, თვითონ ტრამპმა თქვა ეს. ანუ რასეუბნება, რომ უბრალოდ დათმეთ, აღარ არის, გაიგვიძეს. ეხლა ჩასული იყო ბრიუტე. ბოდიში, აი ერთი კითხვა, ეს ცოტა აი ესე საჯაროდ ამის თქმა, აი ეს კუნთების თამაში, არ არის კუნთების თამაში. მოდი ახლა ვთქვათ ყველაზე მთავარი, რომელიც საქართველოში იმ განსაკუთრებით საცოდავ ხალხს, ეგერ ევროპაში რომ მიდიან, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გამოისახა, მთავარი აქტორები გამოისახა
და ევროკავშირის ადგილი არა მარტო მაგიდასთან არ აღმოჩნდა, საერთოდ ინფრასტრუქტურაში არ აღმოჩნდა. კიდე გეუბნებით, გულწრფელად ამაზე შემიძლია საათებით გესაუბროთ და დასტუროთ, რომ ამერიკელები აკეთებენ იმათ, რომ არარაობას, პოლიტიკურ არარაობას თავის მოკავშირეს, ხო? მოკავშირე არ იყო. არაფრად აკმით, იმიტომ რა მოკავშირეა არარაობა. ხო და რაღაც უხერხული არ არის. უხერხულია, როდესაც ფერსაცმელი გიჭერს ფერზე. გამიგეთ რა? არა, შენ თვითონ ამდენი ხანი წლები რაღაცა შეკრებები ეს არის ყოფილი ერთი მეორე ჰალსტუხები პიჯაკები და უცებ ეუბნები ხა ამას დახმობ, იმიტომ რომ ესე მომი. ეს არის ყოფილი შეფასება. რეალობა კი სასტიკად პრაგმატული გახდა. ამერიკელები არარაობად ქცეულ ხო და როგორ თქვა თქვენ დააქციეთ კულტურაულ ნახეთ ხო რამდენი შეფასება დააქციეს აბა რა ქნეს ევროპელებმა ფანტასტიკური კულტურა ქრისტიანული კულტურა რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მიღწევებს მიიღო სისულელის გამო და ახლა სისულელეშია შემთხვევით კი არ დაუნიშნეს ევროკავშირს კალასი კუბილასი ფონდელაიენი და ესენი იმიტომ რომ ეს თუ გინდა რაიმე წარმონაქმნი დაანგრიო ამნაირი ხალხის ხელში უნდა მოაქციო ხოსტარე ამიტომ უხეშად იქცევა ამპი მაგრამ პოლიტიკურად აბსოლუტურად გამართლულია იმიტომ რომ მას არ ჭირდება რევერანსების გაკეთება არარაობასთან ამას ვამბობ გულწრფელად არაფერი და თქვენი პროგნოზით ახლა რას იცავს და ყველანაირ რაღაც შეჭრის და დაპყრობის გარეშე თვითონ აი მე არ ვიცი ფორმა იმიტომ რომ სამხედრო ოპერაციაც არის დაგეგმილით როგორ ფორმით შევა არ ვიცი ეხლა რუტე დაიბარა ნატოს გენერალ და ესე იგი მოთხოვა ესე იგი რუტე თქვა რომ ესე იგი ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. რაღაცას ცდილობენ. ხო, პატარა შოკოლადის იმაში შეახურეს. მაგაზე მაინც სახე მაინც შეუნარჩუნეს. ხო, არ შეუნარჩუნებს, იმიტომ რომ აუცილებლად მიზან მიმართულია, რომ ეს ილუზიები ამერიკას მოხსნას მსოფლიოში და აჩვენოს ყველას. ეს არის ის ქვეყანა, რომელიც ნახეთ, მაგა რა არის? ყლავ. და შემთხვევითი სიტყვა კი არა, ყლავ დიადი გავხადოთ ამერიკა. ხო, სოშეში მაგან მოიგო წინაზეც არჩევნები, მაგრამ ყლავ რატომ ითხოვდა, ვითხოვე? იმიტომ რომ მართლა მაგარ მინეაპოლისში კიდე გეუბნებით ფაქტიურად სამოქალაქო ომია. ხო, თქვენ თქვით რომ თვითონ შიდა დაპირისპირება ამერიკის ის სამოქალაქო დაპირისპირება გუშინ წინ ტრამპის ყველაზე თავდადებული კონსერვატორული აქტივისტი, რომელმაც ტრამპის გამო 4 წელი ციხე ლამის დაგლიჯეს ქუჩაში. მიიღო დაჭრა, დაიჭრა. ეხლა მე გეუბნებით, ქუჩაში რო ხალხი ერთმანეთს ჭრილობენ, მკვლელობებიც არის და ყველაფერი. ეს არ არის სამოქალაქო ომი. ეხლა 1500 მეომარს აგზავნის და სხვა ქალაქებშიც გავაგზავნიო. მე მითხრეთ რომ შიდა ომი რომც დაიწყოს, ეს ელიტა უკან არაფერზე არ დაიხევს, იმიტომ რომ მაშინ ამერიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება. ამიტომ ტრამპი ვიღა ჭკუადაკარგული კი არ არის, ის არის ზუსტად ამნაირი ბუნების კაცმა შეიძლება დაანგრიოს დასანგრევი. და ის სისტემა, რომელიც თვითონ დაანგრიეს, თავისი აშენებული, დაანგრიეს, იმიტომ რომ ახალ რეალობაში აღარ მუშაობდა. ახალ რეალობაში გონივრულად წარმართულმა პოლიტიკებმა სხვა სახელმწიფოში დააწინაურა ისინი. აი ხო ვიზგულისხმობ. ჩინეთი. ამ დასავლეთის შეცდომის გამო ეხლა სერიოზულად დაწინაურდა რუსეთი. ამიტომ რაღაცნაირად მათი ბლოკირება საჭირო. ეს მექანიზმები მუშავდება ახლა. როგორ შეიძლება ამათი დაბლოკვა ყველა რესურსი გამოყენებული იქნება და მე თქვენ ნახავთ სამივე ქვეყანა შეიკრიბება ერთად და ახალ ნამდვილი ფიგურანტები. ნამდვილი ფიგურანტები. კარგი, მოდით ახლა ეს მიმოხილვიდან და მსოფლიო არეალზე რა ხდება, რა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს უნიშნელოვანი, რატო ვილაპარაკე? ნახეთ,
ეხლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც საქართველოში არ იქცევა ყურადღება. ბოდიში, აი თქვენ თქვით, საგარეო პოლიტიკა წარსულში ჩარჩა. ჩვენ აი დავიწყოთ ალბათ აქ. დიახ. პირველი, საგარეო პოლიტიკა დარჩა წარსულში. ეს რომ აგიხსნათ, მე პირველ რიგში დღევანდელობას გეუბნები. დღეს შენ რომ სახელმწიფო ხარ, შენ რომ დიდი ისტორია გაქვს და მართლა დიდი ისტორია გვაქვს, აპრიორი არაფერი არ გეკუთვნის. შენ არავინ არა ხარ, თუ შენ ამ ახალ გადაწყობაში ფუნქცია ვერ მოძებნე. ფუნქცია, რომელიც ამ სამთავარ მოთამაშეს აწყობს. თუ შენ ისევ მეუბნები მე პირველი კონსტიტუციური პირი ვითომ ჩვენი ვითომ პრემიერ-მინისტრი. ხოსტარი, იმდა პრემიერ-მინისტრი სხვაგანზის შუქის სასახლეში და იგია სასამართლოს, იგია ატარ-ვატარიც და იგია უსტაბაშიც ყველაფერს. ხოსტარი, ევროკავშირში მივდივარ, გიხსნი ამას ბოროტებით და ცუდი რამით კი არ გაქვს. ევროკავშირი არავინ არ არის. ბიჭო, ხო არ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოქცეული ქვეყანა გარბოდე იქ, სადაც შენ ვერასდროს ხესი თვითონ სად არიან არის. თვითონ დაშლის პირას არის, ხო? შენ მსოფლიო ყოველთვის გავიმეორებ სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთ, შუა აზია არის ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც უახლოესი 30-40 წელი განვითარება მსოფლიო მოვლენით. აქ ჩვენ ფუნქცია თუ ვერ ავიღეთ, ჩვენ დავინგრევით. ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიაში ამ უმნიშვნელო სტრატეგიულ რეგიონში ყველაზე სუსტი რგოლი. ყველაზე უსუსური რგოლი, სადაც მთელმა მსოფლიო მიწის შიგნით არის არასტაბილურობა, ხელისუფლება საერთოდ არ არის ხელისუფლება, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენთ გეოპოლიტიკური გადაწყობა მიდის და ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი არაფორმალურ მმართველს დაელაპარაკება რამეზე. თქვენ სულელები ხო არ გონიათ ვინმე კაცო? არაფორმალური ვინ ახლა? ფორმასაც ვერ ხვალ, ხალხსულა. ხვალ მართლა ხელისუფლება რომ მოვადა ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, მართლა ხალხი უნდა მოვიდეს. პირველი რასაც გააკეთებენ დაიჭერენ ივანიშვილი. ახალი ხელისუფლების. აბა რას იზამენ, კაცო? აბა განადგურებამდეა სახელმწიფო მისული ხო და მიგრაცია 100,000-ობით. ხო, მუსულმანი მეფეში დავწერთ, მაგრამ თქვენ კაი ხალხო, ეს ხალხი კასტრირებულია, 850,000 კაცი რო შემოიყვან, კასტრირებულია. ამათი გამრავლების ტემპი ხო იცით როგორია? 10 წლის მერე რამდენი იქნებია? სხვაები და რამდენი ქართველი. და შენ რამდენი იქნები? 28%-ია ქართველი ფერმძიმე ხალი საქართველოს მოქალაქე ფერმძიმე ხალებს შორის. განგაში არ არის ხალხი გავიდა, იმიტომ რომ გაუცადლისი პირობები შეუქმნეს. ესე იგი, ფუნქცია არ აქვს. კვაზი სახელმწიფო ხარ, არ ხარ სახელმწიფო. იმიტომ ამას სახელმწიფო არ ქვია, ხო? ხალხი გაქცეულია და ყველაზე რაც შოკის მომგვრელი იყო და ყველა მიხვდა უკვე რა ხელისუფლება, ქვეყანას ყიდია. ქვეყანას პირდაპირ გაგებით ყიდია. ხო, სხვა. 10,000-ობით ჰექტარი მიწაა გაყიდული. ქვეყნის მოქალაქე. აბა, ჩვენ როდესაც აქცია მოვაწყვეთ რუსთაველზე ქართულთა გაერთიანება, რასაც ქვია, ჩვეულებრივ ხალხის გაერთიანება არავითარი პარტია, 5,000 ამონაწილე ქონდა საჯარო რეესტრიდან. ერთი არაბული ამონაწილე რომ გაყიდული, აბა ჩემი კი არ არის მოგონილი, კაცო, ჩვენ ავდექით და გამოვფინეთ ილიას და აკაკის ბაღში და წინ რუსთაველის გაზონებზე დავალაგეთ ყველა ეს ამონაწილე, სადაც გაყიდვებია. 100,000-ობით ბინაა გაყიდული. ეხლა მე გეკითხები. იმ კაცმა ბინა რომ მიყიდა თბილისში მოვიდა და თავის სახში ცხოვრობს. გააჩინა შვილი. ეხერხებათ მაგ საქმე. ხო, ადამიანია ცხოვრობს და გააჩინა. ეხლა მითხარი შენ აღარ აჩენ უკვე ოფიციალური სტატისტიკა გეუბნება უფრო მეტი კლდები ვიდრე იბადები წლის განმავლობაში ბოლო 2-3 წელი 100-ია. ოფიციალური ეხლა მე გეუბნებით ან მეზღაპრეები უნდა ვიყოთ ჩვენ
თავი დავიწყნა. ან რაღაცა დავაჯეროთ ჩვენი თავი, ან და თუ საღიგონება შევჩენია, ემოციურად ამას ისგავრო და კოქტეილის ეგეთი, რა ქვია, მოლოტოვის კოქტეილები და ის რუსალებზე გავარდა. არამედ ამას უნდა დაჯდომა ყველა საღი ადამიანის აზრის მოსმენა, გაზიარება, ჩამოყალიბება, რა გავაკეთოთ. საქართველოს რჩება ფუნქციის გარეშე. აი ბატონებო, ნახეთ რა მაინტერესებს, ჯერ კიდევ არ მაქვს ეს თემა ამოწურული და მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანს არის ამ ნაწილში, რომ აი ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, მოდი ესე ვთქვა. ჩემთვის მაგენი რო არის. არა, ნახეთ რას ვწახი. მათ მოდი ესე ვთქვა ბიძინა ივანიშვილს ვთქვათ რა, იმიტომ რადგან ტონის მიმცემი ეს ადამიანია, ის განსაზღვრავს ხო რეალურად ჩვენ პოლიტიკას. ეს აქვს გათვლა, რომ დავუშვათ, მოდი ახლა აი რუსეთთან, იმიტომ რომ არ შევიდე წინააღმდეგობაში დალაგებულად ვიყო, რაღაცაერთ დეკლარირებულად თქვა, რომ ევროკავშირის ხალხი დავაშეში, მაგრამ სინამდვილეში აი რუსეთთან ნელ-ნელა დავალაგებ და ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს ესეთი რუსეთთან დალაგება, თუ საერთოდ არ ფიქრობს ამაზე. ნახეთ, ეხლა ეს ეს არის გავრცელებული აზრი და მე ახლა გავაკეთებ წმინდა ნეიტრალურად, მე პიროვნულად ბიძინა ივანიშვილი და არანაირი მე ლაპარაკობ ჩემი ქვეყნის. ეხლა მე წმინდა პრაგმატულად საღად დავალაგებ ყველაფერს. პოლიტიკაში მნიშვნელობა არა აქვს შენ დიდი თუ პატარა სახელმწიფო ხარ. თავარია ავტორიტეტი გაქვს თუ არა, ავტორიტეტს პატარაობა არ განსაზღვრავს. მცირეობა ვირსებული ავტორიტეტული კაცი. პოლიტიკაში ავტორიტეტი ნიშნავს, რომ შენ ამოდიხარ შენი სახელმწიფოს ინტერესებიდან და შენ შეგიძლია ეს ინტერესები დაიცვა ჩემთან, რომელიც მე დიდი სახელმწიფო ვარ და არ ითამაშო ორმაგი თამაში. ანუ ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი შენ ამას კი უნდა მიუძრე, რომ ამის წინააღმდეგ შეიკრა, ან ამას მიუძრე. ეს იკვეთება. ეს არის დეგენერატული პოლიტიკის შედეგი, იმიტომ და არა დიპლომატია. ეს არის პოლიტიკური უვიცობის შედეგი, იმიტომ რომ პოლიტიკაში სწორი ნაბიჯები რომ გადადგა, შენ პოლიტიკური აზროვნება უნდა გქონდეს. ეს არ არის ყოფითი, რაცაც თქვენ თქვით, მასე ფიქრობთ, მაგრამ ეს არის ყოფითი დონე. ყოფით დონეზე არის. რუსეთთან ჩუმად დაალაგე. კი, მაგრამ რუსეთს ჩუმად დაალაგება უნდა ურთიერთობის და შენ არ იცი, რომ ამერიკელებმა იციან, რომ შენ თუ ამას აკეთებ და რუსეთთან ჩუმად დაალაგებ, შენ პოტენციური მტერი ხარ ამერიკის. მე მეუბნები ღია ტექსტი. არავითარი ახლა პარტია გააკეთა ივანიშვილმა, ახლა არჩევნები რომ უნდა გააკეთოს, შემოიყვანს თავის პარტიებს იქ და ვითომ ესე იგი არჩევნებს გააკეთებს. შენ ნეიტრალური ქვეყანა ვერ იქნები. რატო ვერ იქნები? ნეიტრალიტეტი შეიძლება მოგცეს შენ სამი თავარი მოთამაშე თუ შეთანხმდება, რომ ეს ქვეყანა ჩვენ ჭირდება ის, რომ იყოს ნეიტრალური. აი როგორც შვეიცარიაზე შეთანხმდნენ. 1000 რამით ჩვენ თვითონ ვერ გამოვიცხადებთ თავს ნეიტრალურად. ვერ გამოიცხადებ. ამ ეტაპზე იმისათვის, რომ შენ ამერიკელების, რუსების და ჩინელების პატივისცემა გქონდეს, არავის არ ეყვარები შენ. ყველას თავისი ინტერესი. შენი ერთადერთი პოლიტიკა არის იყო მიუმხრობელი. შენ იმუშავ ამერიკელებთან, იმუშავ რუსებთან, შენ მეზობელი ქვეყანა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ ბაბაიას დაუძახებ რუსეთს, ბატონო, პრაგმატულად გეუბნებით. ყველაზე დიდი ეკონომიკა შენ იქ აგებ, შენ იქ ასაღებ, შენ ყველაფერს, შენ ფულს იღებ იქედა. ესე იგი წმინდა პრაგმატულად შენ ჭირდება ეს ქვეყანა, მაგრამ მასაც რო ჭირდები შენ ერთადერთი რამ, რასაც ვერც ივანიშვილმა გაიგო და ვერც ამ ხელისუფლებამ, ვერც წინა ხელისუფლებამ. რუსებს უნდა მოსთხოვო გარანტია, რომ უსაფრთხო იქნება ჩრდილოეთიდან საქართველო და შენ უნდა მიცე ყველანაირი გარანტია, რომ რუსეთს საქართველოდან არ ემუქრება საფრთხე. ეს არის ანი და ჰოე პოლიტიკისა. თუ შენ ამას ვერ მე არა ვარ კაცო, შენ ვიმეზობლოთ და ეხლა გეტყვიან იგივე აი ბიძინა ივანიშვილის არის მომხრეები თუ ასე შემდეგ, რომ აი ეს მიუმხრობლობა, ეს მიუმხრობლობის პოლიტიკას ატარებს ზუსტად აგერ ამერიკასთანაც რაც შეუძლია
ამერიკაში ბალიათი შაურიო არ თვლიან არაფრას. გავიგე, მაგრამ და ეს წაქცეული და განადგურებული ევროპა ამუნათებს დღე და ღამე. ჩინეთი რაკეთ, ნახე, ჩინეთთან გამოაცხადეს რაღაც სტრატეგიული პარტნიორობა და მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დაუნიზმის შედეგი, იმიტომ რომ შენ გინდა ჩინეთთან იყოს სტრატეგიული პარტნიორი და იყოს შეერთებული შტატების და ამერიკის წინააღმდეგი. ამერიკელები გეუბნებიან, რომ მათ ჩინეთიო ერთ-ერთი მთავარი და მაგის წინააღმდეგ ვაკეთებ და შენ ხარ ჩინეთის სტრატეგიული, ესე იგი, რომელმა შტერმა მოიფიქრა ეს. აი კიდე გეუბნებით რა. თქვენ რა შეხედათ, აი ფუნქცია ვახსენეთ, ხო? ფუნქცია. რა ფუნქცია? მთავარი ფუნქცია, რაც არის, რომელიც მხოლოდ პოლიტიკის დონეზე კეთდება. რა კი სამხრეთ კავკასია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი მსოფლიო რეგიონი, უახლოესი 30-40 წელი, შენ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, სადაც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გარანტი იქნება. როგორ, აი რა რესურსი გვაქვს? ჩვენ გავფლანგეთ, ჩვენ ვიყავით დომინირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ ვიყავით მოსახლეობით კავკასიის ნახევარი, ჩვენ ახლა ვართ ყველაზე დაზიანებული ქვეყანა. აზერბაიჯანი წამოიწია არანორმალური დემოგრაფიული აფეთქება აქვს, სიმდიდრეც აქვს, ამბიციები გაუჩნდა, ეგერ ირანთან, ისრაელთან შეიკრა და ვითომ სამხრეთ აზერბაიჯანის დაბრუნება მთავარი და მეორე ქვემო ქართლზე აქვს პრეტენზიები, ღიად ლაპარაკობენ ამაზე. შენ რას აკეთებ რუსთაველზე, ესე იგი შაშხანებით თუ რა ქვია, მაშხალებით, ესე იგი დაძდევ ერთმანეთს. და კორუფცია და რაღაცა. კორუფციაში ერთმანეთს იჭერს, შეკაიკაცო. ერთი კაცი მანახეთ ვისი დანიშნած მე გთხოვეთ, ან ჩვენ გთხოვეთ და შენ თვითონ დანიშნე, ხო? ყველა უარგესი სად მოძებნე? ხო. ამას ეს არ არის ჩვენი შიგა პრობლემა. ამას ყველა უყურებს. აქ უამრავი დაზვერვა მუშაობს საქართველოში. უამრავი მთავარი ქვეყნის დაზვერვა მუშაობს. ყველამ ყველაფერი იცის. ის საელჩები რასაც ბოდავენ, განსაკუთრებით ევროპული პარტნიორები, გაჩერდა ახლა ის გერმანიის ელჩი, მითხრა ზოიკო მაგენი ქართველებია და მოერიდეთ ცოტა ხო თქვა ესე. რატო გეუბნებით? ამნაირ გაჩხერილი მდგომარეობა, ეს საშიშია. ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს ჩვენ თუ ეს იქნა ზედმეტი რგოლი სამხრეთ კავკასიაში. და რა შეიძლება, აი რა შეიძლება? საფრთხე რა. რასაც მე ძალიან დიდი ხნის წინ თქვი, საქართველოს დაიშლება 4 ქვეყანა დაშლის. მე ძალიან ცინიკურად თქვი, ჩვენ იქამდე მივალთ. ნუ დავშლიან და თბილისი ქუთაისი დარჩება მარტო და მასტეროვი ხო იცით რაც ქვიოდა იმერეთში. ოსტატები რო დაყავდათ მატარებელს იქიდან სამუშაოზე და აი ეს ივლიც მარტო ამათ შევს. აი ეს იქნება ჩვენ ვართ რატომ მინდა რატომ მე აგრესიული რატომ იმიტომ რომ ამაზე წყნარად საუბარი არ შეიძლება ჩვენ მართებს კაცო ჩვენი ქვეყანა ხო გვიდა სასწაული ქვეყანა გვაქვს სასწაული კულტურა ფანტასტიკური ენება ადამიანები ჩვენ იმიტომ მოვდივარ მე და მივდივარ ყველგან დიალოგი უნდა ვისაუბროთ თქვენ არ მოგწონთ ჩემი ნათქვამი მითხარით სად მოვიდე თქვენ გონიათ რომ მე ბოვა პუტინი ფულს მიგზავნით მეტი თქვენი პატრონი დედა მაგრამ მოვალ სადაც გინდა მოვალ ხვალ გაქვთ შეკრება მოდი დასასრულისკენ რომ წავიდეთ და შევკრათ ხვალ ჩვენ ყოველთვის ვართ ჩვენ ოფისში რუსთაველის 18-ში 6 საათზე იქ ჩვენ არავის არ ვიჭერთ იქ მოდის ყველა ის ვისაც უნდა რომ მოვიდეს ეს ყოველ ოთხშაბათს არის ყოველ ოთხშაბათს თუმცა ყოველ ხუთშაბათს და ყოველ პარასკევს თუ უნდა ხალხს მოსვლა სხვა დრო არა ვიქნებით იქ რა პრობლემა ხვალ ესე იგი 6 საათზე არის ეს შეკრება სადაც შეიძლება მე ერთი კომენტარი წავიკითხე თქვენ როცა ეს დაანონსეთ რომ მოვალთო აი რა ჩვენ რას გადავწყვეტთო თუ რაღაც ეგეთი კითხვა იყო და არა ვალდებულებაც არა ვიქთხოვეთ ქალბატონო ვალდებულება იმიტომ რომ ვალდებულება კი არა ხო გტკივა ეს ქვეყანა შენ მარტო ვერ მოული ამას მეც მარტო ვერ მოული მე უბრალოდ ისეთ წავიდა ჩემი ცხოვრება რომ საჯარო პირი გავხდი და იმიტომ საუბრობ ამას ხო მეც მინდა
გულიანი მაგარი ქართველები, რომ ერთად დავჯდეთ, გზები ცნობილია, როგორ უნდა უშველოთ, როგორ უნდა დავდგეთ. კრიზისი ყველას ქონია და დაუძლევ ძლიერი ამ დიდი კრიზისიდან გამოდის განახლებული და განვითარების გზაზე. სუსტი იღუპება. მე ვხედავ ძალას, ვხედავ საოცარ კარგ ხალხს და სასწაულ ქვეყანას. აი, ბატონო, ერთ კითხვასაც დაგიშვებ და დავასრულოთ დღევანდელი ჩვენ პოდკასტი. როგორ ფიქრობთ, აი ის, რომ აი ესეთ ჩიხში აღმოჩნდა ახლა საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში, ეს მათი პოლიტიკური ნება თუ დაუშვათ რაღაცა გამოცდილების, რაღაც ცოდნების, პროფესიონალების ნაკლებობა? კარგი კითხვა ძალიან. ეს არის პირველი ის, რომ შენ ხელისუფლებაში მოდი დანაშაულის გზით. 92 წელი მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს პიროვნულად ზვიად გამსახურდია ვის უყვარდა და ვის არ უყვარდა. ის იყო ჩემთვის მე არ ვიცნობდი მას პირადად, არ მქონია ამის საშუალება, მე მას ვაფასებ როგორც არჩეულ პრეზიდენტს. მე შემიძლია მქონდეს პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო რაღაცა, მაგრამ ის იყო არჩეული. ის უნდა წასულიყო პოსტიდან თუ ქართველი ხალხმა როგორც მოიყვანა, ისე წაიყვანა. შენ რომ იარაღი მოკიდე ხელი და გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გაიძულეს შენ რომ შენი ქვეყნისთვის ხერხემალი გადაგეტეხა. ქართველების ხელით გაკეთდა ყველაფერი. ესე პირველი, არა ლეგიტიმურობა. მეორე, ბელადის იმედად ყოფნა და ბელადის მატარებელს ყოველთვის ბალასტი მოყვება, ნახეთ, შევარდნაძის მატარებელი, სააკაშვილის მატარებელი, ივანიშვილის ბალასტი. ბალასტი რა არის? იმან იცის, რომ გაუღიმა ბედმა. იქ მოხვდა, სადაც ფული კეთდება. თუ არ მოასწრებს, ეხლა და ფულს არ იშოვის, ის არც არჩეული იქნება არასდროს და ამიტომ, როდესაც შენ ასეთი მდარე ხალხი მოყავს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ შენ და მე იყვნენ ლოიალური და შენ გასიამოვნო, შენ იმდენი ჭკუა არ აქვს, რომ სახელმწიფო დონეზე იფიქრო, პროგრესზე იფიქრო, რომ ეს უფრო დიდ ავტორიტეტს მოგცემთ, შენც რაგი პოლიტიკური მოაზროვნე არ ახარ და პოლიტიკის არაფერი გაგედგება, ამ საზისხარ თამაშებში ჩაევდე, რომ მიქნელების ნექტან, იმიტომ რომ ასეთ არაფორმალურ სისტემას კორუფციის გარეშე შენ ვერ შეინარჩუნებ. და მივედით იქამდე, რომ აბსოლუტურად არაპოლიტიკური აზროვნების ხალხი, ამასთანავე მექთამეები, რომლითაც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა არ გააჩნია, განაგებენ ქვეყანას. აი, ჩვენი აგრესიის მთავარი ამოსავალი. როგორ ვქნათ ახლა რომ ისე პოზიტიურად დავხსნათ? მე ამას ვუყურებ პოზიტიურად, იმიტომ რომ ასეთი ფაქტის წინაშე დგომა შენ საქართველოს მე უძახი მარტივ რამეს. შენი ოჯახის და შვილების მიმართ გააქვს პასუხისმგებლობა. ეს არის ამოსავალი. ხო, ამისო ხალხში და ადამიანებში უნდა უძებოთ ძალა და შენი დედა, მამა, ბებია, ბაბუა გახსოვთ პატივისცემა გააკიმა. შენ ეს ქვეყანა სადაც აღიზარდე კულტურა, სადაც შეითვისე და იყო არ და ძირფაცია შედი. მაშინ არ გაშინებს ეს ყველაფერი. თუ გაშინებს, მოდი ერთად დავდგეთ და ამ ქვეყანას დაუდგეთ გვერდით წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ამ ქვეყანას. ყველანაირად. ამიტომ ეს ძალიან პოზიტიურია, უნდა დაგმუხტოს. კი, არის სხვათა შორის ემოციურად ამას ვხსნებ და არ შეიძლება მე იდეალისტი ვარ და ყოველთვის მივდივარ არჩევნებზე და სადღაც მაინც მგონია ხოლმე, რომ აი ნებისმიერ თვითონ ხელისუფლებაში აი რაღაცა პოზიტიური დანახვა მინდა ხოლმე მგონია, რომ აი სადღაც უბრალოდ გამოცდილება არ ყოფნით, ნება არ ყოფნით, ეს ქვეყანა რაღაც გარდამავალ ეტაპზე დიდი წნეხია საგარეო პოლიტიკაში, აი სულ მინდა ხოლმე რომ გამართლება უყვავა, რომ აი რაღაცა ნიჰილიზმში არ გადავარდეთ და რაღაცა ნახეთ დააკვირდით 60% საქართველოს მოქალაქეების არ მიდის არჩევნებს. ხო, ესეც არის. ეს არის უზარმაზარი საყრდენი. და რესურსი სადაც საღირამე აიგება, იმიტომ რომ ვიხდით ვითომ ამდენი ფული იხარჯება, ვითომ ბელადი, ვითომ მეორე ბელადი, ამიტომ ხალხი დისტანცირებს აქედან. და ვერ ნდობა არა აქვს არც ერთ. არეალზე უნდა გამოვიდეს ადამიანებსაც მართლა ნდობა. აი ჩვენი რესურსი, ანუ რატო ვარ მე იმედიანად და
თავს არ ვზოგავ და უამრავს ვლაპარაკობ, თუმცა რაც არის იგი ფეიკები და ფეიკ გვერდები გაკეთდა და ჩემი და ვითომ წერა-კითხვაც კი აღარ ვიცი ესე ხო მაგრამ შენ ამ საქმეში რო შემოდიხარ უნდა იცოდე შენ რა იავარდიგი და მოგიფინო გზაში არა კაცო ეს ამდენია ეს ასე რომ თავარი არის უზენაესი წინაშე იყო მართალი შენი ქვეყნის და რა რესურსიც გაქვს იმის რეალიზება ეს იყო ხალხს ვერ მოატყუებ კი ბატონო ხალხს აი ვერაფრით ვერ მოატყუებდა არ მოთხოვდა ხო და 60% დასანახად ეჯავრება ის რასაც წინა და დღევანდელი ხელისუფლება კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს და დაწერეთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო კითხვები და დარწმუნებული ვარ ბატონი დემურიც ეცდება რომ გასცეს პასუხი და შემდეგ პოდკასტებს შეგვიძლია რომ უკვე ამ კითხვების მიხედვით კიდე ავაგოთ და ესეც საინტერესო სტუმარი ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა კითხვას გავცე პასუხი. კითხვა კი ნებისმიერი უნდა იყოს მოურიდებელი. კი ბატონო დიდი მადლობა.